გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების მასწავლებელთა რიგით მეხუთე კონფერენცია ჩატარდა, რომელიც განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გახსნა და იგი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. კონფერენციაზე პედაგოგებისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სასწავლო პროცესში არსებულ პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თითოეულ პედაგოგს შესაძლებლობა მიეცა გამოითქვა საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ შეხვედრაზე სამინისტროს მიერ განათლების კუთხით 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მინისტრის მოადგილემ ყველა იმ წარმატებულ პროგრამაზე ისაუბრა, რაც სამინისტრომ მიმდინარე წელს განახორციელა, მათ შორის აფხაზური ენის სწავლების პროგრამაზეც. კონფერენციაზე როგორც წესი გაჟღერდა ისეთი საკითხები, როგორიც არის საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმის კვალდაკვალ 2016 წელს დაგეგმილი სიახლეები, რომლებიც უშუალოდ პედაგოგებს ეხება. ამავე დროს საუბარი იყო იმ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამწუხაროდ ყოველდღიურად ხდება, ეს არის შეზღუდვა ქართულ ენაზე, მშობლიურ ენაზე სწავლის. საჯარო სკოლებს დღესდღეობით აქვთ უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემა დაკავშირებული შენობასთან, შენობის საკუთრებასთან, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართავობასთან რიგ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ, რიგ მიზნობრივ პროგრამებსაც ვახორციელებთ, მაგრამ არის ისეთი პრობლემები თავისი მასშტაბით, რომელსაც მხოლოდ აფხაზეთის მთავრობა და ჩვენი სამინისტროს ძალისხმევა არ ყოფნის. პედაგოგებს უამრავი შეკითხვა ჰქონდათ და აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს კონფერენცია ნამდვილად საჭირო იყო და თავისი მისია შეასრულა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ფეტვიაშვილმა აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის აფხაზური ენის შემსწავლელი სატრენინგო კურსის პროგრამა წარმოადგინა, რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა ესეთი პროექტი, რომელიც ემსახურება აფხაზური ენის მასწავლებლების გადამზადებას. მოვამზადეთ მასწავლებლებისთვის სატრენინგო პროგრამა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სწავლების ახალ მიდგომებს, არამედ გაღრმავებულ სწავლებასაც. მოგეხსენებათ იმ კურს გაღმა, როგორ არის საქმე იქ. ქართულ ენასთან დაკავშირებით საერთოდ და ძალიან მიხარია, როცა აფხაზურ ენას ასე ყურადღება იქცევა. მე ვიცით და დარწმუნებული ვარ, მოვა ის დრო, როცა აფხაზები მიხვდებიან, რას ვაკეთებთ ჩვენ, რა ენას ვიცავთ, როგორ ვიცავთ და ქართულ ენასაც როგორც მათ ეკადრებათ, ისე მიხედავენ. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონფერენცია არის უმნიშვნელოვანესი, რადგან აქ ხდება განხილვა იმ პოლიტიკის, იმ სტრატეგიების, რასაც ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რაც რა თქმა უნდა ვრცელდება აფხაზეთის პედაგოგებზეც. უმნიშვნელოვანესია ის, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან არა მხოლოდ აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგები, არამედ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პედაგოგებიც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს არაერთ მხარდამჭერ პროგრამას, რაც აუცილებლად იქნება მომავალშიც გაგრძელებული და უფრო განვითარებული.